იგავი უგუნურ მდიდარზე ეს რემბრანდტის ნამუშევარია, რომელიც მან 1627 წელს შექმნა. ნამუშევარს საფუძვლად ბიბლიური სიუჟეტი უდევს. დაუთხრა მათ იგავი. ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა. საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი? და გადაწყვიტა: აი რას ვიზამ, დავშლით ჩემს ბეღლებს. უფრო დიდებს ავაგებ და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩოს აბადებელს. და ვეტყვი ჩემს სულს. სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი. განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს. ვისღად არჩება შენი სარჩოს აბადებელი? ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის. ადამიანების უმრავლესობა დროის დიდ ნაწილს მიწიერ სიამოვნებებს უთმობს. თვლიან, რომ სინანულისთვის დროს ყოველთვის გამონახავენ. თუმცა სინამდვილეში უგუნური კაცის მსგავსად არ იციან, როდის ან რა ელოდებათ. როგორც ხედავთ, რემბრანდტმა კომპოზიციის ცენტრში, ოთახში, მდიდრულ სამოსში გამოწყობილი ასაკოვანი მამაკაცი გამოსახა, რომელსაც ხელში შანდალი უჭირავს, ანთებული სანთლით. ინტერიერი სწორედ ამ სანთლის მეშვეობითაა განათებული. მოხუცის შორი ახლოს მხატვარმა წიგნები და ფურცლები გამოსახა. ივრითზე შესრულებული წარწერები მამაკაცის ებრაულ წარმომავლობას უსვამს ხაზს. პენსნეს მეშვეობით ის მარჯვენა ხელის თითებს შორის მოქცეულ მონეტას აკვირდება. რემბრანდტმა ეს ნამუშევარი 21 წლის ასაკში შექმნა. ამჟამად ის ბერლინის სურათების გალერეაშია დაცული.